სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის შუა ქალაქის სამედიცინო პერსონალი და საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან გულიკო ზუმბაძე ყოფილი მე-13 ბავშვთა პოლიკლინიკის შენობის და მასში განთავსებული მუნიციპალური საწარმოს პროფილაქტიკური ცენტრის შუა ქალაქის ელექტრონული აუქციონის გაუქმებას ითხოვს. Როგორც საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, თბილისის ქონების მართვის სააგენტომ ქონება გასაყიდად გაიტანა და ამის შესახებ სამედიცინო პერსონალი არ გაუფრთხილებიათ. ცენტრის ხელმძღვანელობა აუქციონის შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მერიის ქონების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აუქციონზე განცხადების მიღება დღეს დასრულდება და აუქციონი 20 ნოემბერს გაიმართება. მერიაში ამბობენ, რომ პრივატიზაციის შედეგად მხოლოდ მესაკუთრე შეიცვლება, პროფილი კი ჯანდაცვის ობიექტს შეუნარჩუნდება. მივმართავ ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს შეაჩეროს აუქციონი. მივმართავ ქალაქ თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას და სხვა შესაბამის კომისიებს, რათა შესწავლილი და დადგენილი იქნეს შემდეგი. უკვე გაყიდული ასეთი ობიექტები რამდენად აკმაყოფილებენ თბილისელების მოთხოვნებს. საჭიროებს თუ არა ქალაქი ჰქონდეს თავისი მუნიციპალური სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრები. დაასაბუთონ თბილისის საკრებულომ და ქალაქის შესაბამისმა სამსახურებმა, რატომ უნდა გაუყიდონ თბილისელებს შედარებით იაფი და ხარისხიანი მომსახურება, მაშინ, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არის. პრივატიზაციის პროცესი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ამ სფეროში კერძო ინვესტიციის განხორციელება, იგივე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება და გაუმჯობესება, მეტ პერსონალისთვის უკეთესი პირობების შექმნა, სამუშაო გარემო და უკეთესი გარემო თვითონ თბილისელებისთვის ვინც ამ მომსახურებას იღებს და რეალურად შესაძლებელი გვექნება კიდევ ერთი სრულყოფილი და გაუმჯობესებული ჯანდაცვის ობიექტი.